ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ზუგდიდის მერიასთან და ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ფოტოგამოფენა ვილნიუსის 700 გაიხსნა. ფოტოგამოფენა ვილნიუსის დაარსების 700 წლისავს მიეძღვნა. ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამეგრელოს ეწვია. დღეს ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსის არქიტექტურულ ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა ვილნიუსის 700, რომელიც ეძღვნება ლიეტუვის დედაქალაქის 700 წლის იუბილეს და გამოფენაზე წარმოდგენილია 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე საინტერესო ფოტონამუშევრები, რომელიც ასახავს ვილნიუსის საოცარ არქიტექტურას, მის პეიზაჟებს, ასევე ყოფით ცხოვრებას და მე მინდა მადლობა გადავუხადო ლიეტუვის საელჩოს იმისათვის, რომ გამოფენის ლოკაციად აირჩია ზუგდიდი და დღეს სტუმრობდა ლიეტუვის ელჩი, სადაც ჩვენ ხაზი გავუსვით ქართველებისა და ლიეტუელების შორის ისტორიულ ურთიერთობებს და დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ხელშეუწყობს ჩვენ შორის კავშირების გააღრმავებას და უფრო მაღალ ხარისხში აყვანას. პირველ რიგში პერსონალურად ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე ზუგდიდში. ვცდილობ წელიწადში ორჯერ ჩამოვიდე. მე ბედნიერი ვარ, რადგან ამ ეტაპზე ჩამოვიტანეთ გამოფენა ვილნიუსი. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დედაქალაქის 700 წლის იუბილეს. მე აღფრთოვანებული ვარ სამეგრელოს მაცხოვრებლებით. ზუგდიდის და ინოვას მუნიციპალიტეტები დამეგობრებული ქალაქები არიან. ჩვენ დიდი კავშირები გვაქვს დადიანებთან, ზუგდიდთან. გავიხსენოთ 1627 წლის წერილი დადიანისა და გურიელის ოჯახების, რომელიც იტალიელი მოგზავრის მიერ გაიგზავნა პოლონეთ-ლიეტუვას მეფესთან. ეს არის დიდი კავშირი და ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის. ზუგდიდში აღნიშნული გამოფენა 31 ოქტომბერს გაიხსნა და 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.